და ახლა შემოგთავაზეთ მე თქვენ პანდორა რევიზიონის ვიდეოს მდინარეების სულებზე. და პანდორა რევიზიონი ამბობს ხსნის თუ რა არის მდინარის სული. რა ვნახეო მე, რა როლს ასრულებენ ისინი ჩვენ მიწაზე და როგორ არიან განლაგებულები. ჩემი საყვარელი მდინარე ობი, როგორ მიედინებაო. ობი იწვევსო დინებას ყველაზე ესე იგი წმინდა ადგილიდან, მუთიდან დამატა სახელი თქვა და სახელწოდება თქვა და დამავიწყდა. სადაც არის ადგილი, ისეთი ადგილია, ისეთი წმინდა ადგილი, სადაც უერთდება ერთმანეთს მდინარეები ბი და კატუნია. იქ ირტიშიც მიედინება, მე თქვენ გახსოვთ განახეთ ომსკი, ასგარდი. სად იყო განლაგებული. ირტიში მოდის ასე და ობი უერთდება ასე. და ირტიშს და ობს შორის განლაგებულია ქალაქი ომსკი. როგორც მე ვნახეო, მდინარეები ეს არიანო დიდი სულიერი არსებები, რომლებიც ფლობენო თავისი სულიერი ცნობიერებით. მდინარეები მიედინებიანო არა მხოლოდ ჩვენ სამყაროში, ჩვენ გაზომილებაში, არამედ სხვა განზომილებებშიცო, პარალელურ სამყაროებშიცო. მდინარეები ყველგან არისო, ყველა სივრცეში, არა მხოლოდ მესამე განზომილებაშიო. შეიძლება მდინარე ობი იყოსო, მდინარე განგის ანარეკლი. ის რომ მდინარე ობი არისო ცოცხალი არსება, ეს გავიგეო მე, როდესაც ახალგაზრდა გოგონა ვიყავიო. მე გავიგეო ერთი ისტორია, ერთი ქალისაგან, რომელიც წყალში ჩავარდა. ხო, ჩვენთან არისო სასიირდო გემები და ამ გემიდან განმოვარდაო და ფსკერზე დაეშვაო. ამ ქალად სურვა არ იცოდაო. და როდესაც აღმოჩნდა ფსკერზე, მან თქვა, ნუ თუ მე ასე დავამთავრებო, აქ მოგდებიო. არაო, ვიღაცამ თავში პასუხი გასცა, არაო. ისინი შენ არ მოგდებიო. და მან ხელით რაღაცას მოკიდა. ხო, რაღაც ნივთი იქ ხომ არ ჩანს წყლის ქვეშ. უბრალოდ ჩაიჭიდა რაღაცას, რაღაცა ხელში ჩაუვარდა და უცებ ამოვარდა ზევით, რაღაცამ ამოაგდო ზევით, ბუშტულივით. და ნივთი, რომელიც მას ხელში ჩაუვარდა, ნივთი, რომელსაც ის ჩაიჭიდა, ყოფილა სამეთაურო საათი. შეიძლება თქვენ თქვათ, რომ ერთ საათის დამთხვევა რაღაცა ამდაგვარი. და ეს სამეთაურო საათი გახდა მისი ტალისმანი მრავალი წლის განმავლობაში. ეხმარებოდნენ მას, იცავდნენ. მე როდესაც ეს სიტუაცია განვიხილე, მე მივხვდი, რომ მდინარის სულმა არ მიიღო ეს ქალი და ამიტომ გადაარჩინა. ხო არის ზოგჯერ რომ ბავშვებიც იხჩობიან. ან ალკოჰოლურ მდგომარეობაში ხალხი ვარდება და იხჩობა. და როდესაც მე დავიწყე მდინარე განგის შესწავლა და გავარკვიე თუ რა რიტუალები ტარდება განგაზე და გავარკვიე რომ მდინარეების სულები მორალურ ნივთებზე უფრო მაღლად განარიან და მე ფიქრობ რომ ამ მდინარეების სულებიო აგროვებენ რაღაც რაოდენობას, დაუთვალისწინების რაოდენობას და ალბათო იმ ქალისული იქნებოდაო ზედმეტი და ამიტომ იმ ქალისული არ მიიღესო. ყოველთვის არსებობდაო ლეგენდები, რომ სულები მიემგზავრებიან წყლით, მდინარეთ. ბევრ ლეგენდებში არსებობს ნავი, რომელსაც წვამდნენ, ან არის დღესაც ზოგჯერ რიტუალები, რომ მკვდარს წყალს აყოლებენ. მაგალითად, ინდოეთში ბავშვებს, პატარა ბავშვებს არ წვავენ, ბავშვებს აყოლებენ წყალს, დებენ რაღაც ზედაპირზე და აყოლებენ პატარა ბავშვებს წყალს. ხო, ადრე თუ პატის არცემდნო მდინარის სულს, მდინარესო, ახლა ჩვენ უნდა ვისწავლოთო პატივიცემა მდინარეებისო, რადგან მდინარეებიც არიანო ცოცხალი არსებები და აქვთო სული, ცნობიერება. და როდესაც მე განგაზე დავიწყეო გარკვევაო, განგა იწყებსო თავის დინებას ჰიმალაებიდანო, მე წავიკითხეო იმის შესახებ თუ როგორ პატისცემენო ინდუსები განგას
კი, იქ ძალიან ბევრი რიტუალიაო, მდინარის დაბინძურებულიაო, მაგრამ ინდუსები არ უყურებენ ამ მდინარეს როგორც დაბინძურებულ მდინარეს. ინდუსები უყურებენ ამ მდინარეს როგორც წმინდა მდინარესო. განგა ჩვენთან მოვიდაო მე-11 განზომილებიდან. და ისეთი სიძლიერე დაეცაო ჩვენ მესამე განზომილებაში, რომ შეეძლო დედამიწა დაეთმორო, გაენადგურებინაო და შივა გადაეხობა მდინარე განგას. დაშთა მედიტაციაში. განგა დაეხეთქა მის თავს და გაიყო ორად. ერთი ნაწილი ამ გაყოფილი მდინარის განგა ხო ორად გაიყო. ერთი ნაწილი დარჩა მესამე განზომილებაში, მეორე ნაწილი კი წავიდა მაღლა. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე განზომილებისკენ, უფრო მაღლაც. და ის განგა, რომელიც იმ მხარეს იმყოფებაო, რეალობის მხარეს, სულების სამყაროში, აი გულისხმობენ იმ განგას, როდესაც გვტრებს, აყოლებენ წყალს. მაპატიეთ, ხო, მდინარეს უფრო სწორად. არა, ულავთქვი, როდესაც მდინარეს აყოლებენ გვტრებს. და ასტროლოგები გამოთვლიან ხოლმე მდინარის დღეს, დაბადების დღეს. და განგას დღესასწაულზე ისინი ამზადებენ ფინჯვნებს, ანთებენ ცეცხლს, სამთლებსდებენ თუ რასებენ, რომ დაანთონ, არ ვიცი, და მდინარეს აყოლებენ. და ეს ხდება ყველა ქალაქში და ისეთი სილამაზეა თურმე ღამით. მე ვიყავიო იმ ადგილას, სადაც კატუნია და მდინარის სახელია კატუნია და ობი გამოდისო, იქ ჩავჯექიო მედიტაციაში და ვნახეო თეთრი ქალი როგორ გამოდიოდაო. ეს აღმოჩნდაო ეს ქალი ამ მდინარე კატუნის სული. და ის ჩამოდიოდაო მთებიდან და ისეთი ლამაზი იყო და შამანები ამბობენ, რომ ეს კატუნი არის ყველაზე ნათელი წმინდა წყალი, რომელიც ბელავოდიდან იღებს სათავეს. ეს არის მთა ბელუხა, რომელსაც თვლიან იქ თუ გიმალაის შამბალა, აქანე ბელუხას შამბალა. ხო, რა გამახსენდა? არა მხოლოდ მუთუნებს უკეთებენ კოდირებას, ხო, რაც დამავიწყდა იქ მე თქვა იმ ვიდეოში, არამედ უკეთებენ კოდირებას ბავშვების სათამაშოებსაც. ამიტომ იმპორტული სათამაშოები, ჯერადღირებული სათამაშოები იქნება ეს თუ ჩინური სათამაშოები, ყველა არის კოდირებული. ბევრს ლაპარაკობენ ინდოეთზე. საქმე იმაშია, რომ ინდოეთმა შეინარჩუნა ბევრი რამ, რაც ჩვენთან ვერ შეძლეს შენარჩუნება. რატომ იზიდავს ასე ინდოეთი ხალხს? იმიტომ რომ ინდოეთში ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლოება ინახება. კარგით, ესეც მოკლე ვიდეო გამოვიდა, დიდი ვიდეო არა, უბრალოდ ბოლოს რაღაც წელი შელოცვას დაგიტოვეთ, მაგრამ ჩავთვალე, რომ არა საჭირო, არ მინდა ჩემი არხი იქცეს რაღაც შელოცვების, ეს შელოცვები შეგიძლიათ, არ ვიცი, შეიძლება ცუდად იმოქმედოს ვინმეს, ან ვინმე როგორ მიიღებს სხვა ადამიანი, მე არ ვიცი, ამიტომ იყოს ახლა ეს, მივაქცევთ ამ შელოცვის ყურადღებას. ერთი კი დავწერე აგერ, მაგრამ იგიც არ უნდა დამეწერა. მადლობთ ყურადღებისთვის.